გამარჯობა. მე ვარ მარიამი და ეხლა დღე ეს არის ჩვენი ხურძენის დღე და თველი და ჩვენ ნანა და მე და ჰანსი ხურძენი გვინდა რომ მოვკრიფოთ თქვენთან ერთად და დავიმახსოვროთ ეს დღე, იმიტომ რომ ეს რთველი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ამიტომაც გვინდა რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ გერმანიაში, ჩვენს გერმანულ კახეთში ჩვენ გვაქვს პირველი ხურძენი, რომელიც მესამე წელს მე დავრგე და აგერ მოვიდა. მართალია გუშინ ჩიტებმა შეგვიჭამეს, მაგრამ რაც დარჩა, იმას დღეს ჩვენ მოვკრიფავთ. აბა ჰე. აი ეს შეგვიჭამა ჩვენმა საყვარელმა ჩიტმა, მაგრამ არა უშავს, მაინც სიმბოლურად პირველია. ეხლა გადავიდეთ ამაზე. ეს ცოტა დაგვიტოვა. ძალიან კარგია და გემრიელია. ჩვენ უკვე გავსინჯეთ. ეს არის მესამე და გადავიდეთ ჩვენ ამ ყურძნის მეორე მხარეს. აქ ჩიტები ვერ მიწვდნენ, ასე რომ ცოტა დაგვრჩა ყურძენი. ეს ნუ გვიწყენთ პირველი მოსავალია. ზემოთაც არის ცოტა, ეხლა ზემოთაც მოვკრიფავთ ჩვენ. ოკეი. ეს ცოტა საშიშია, მაგრამ ოკეი. Here. ესეც მეორე. აი ეს მე მგონი გემრიელი იქნება, ყველაზე მწიფეა. ой. გავიჭედეთ. ვაიმე. ოკეი. ესეც გვაქვს, აქეთაც არის. ბარემ ესენიც მოვკრიფეთ. ვაიმე და. ოკეი, მარიამ. შეხარ ჩვენი ყურძნის შემგროვებელი. ხო მე. ეს ასე ვთქვათ, ყვითელი რქაწითელის მსგავსი ფრანგული ყურძენია. ეს ჩვენი პირველი ყურძენი. შემდეგ ჩავალთ ეზოში, sadაც არის უკვე შავი საფერავის მქონე ყურძენი, ასევე ქართული. ეს არის ჩვენი საქართველო ყურძენი. და რა ქვია ჩვენს ყურძენს? ჩვენ ხო სახელი გვაქვს? დედიკუნა და მარიამიკო. არა, საანდრონიკო ქვია. ჩვენ ხო დავარქვით. ეხლა თავიდან თქვი შენ. ეს არის ჩვენი საანდრონიკო ყურძენი. პირველი მოსავალი. პირველი მოსავალი გუმრიში. გერმანიაში. და გერმანიაში. რასაკვირველია, ეს შეიძლება არ არის ისეთი, როგორიც კახეთში გვექნებოდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატო? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ხელით დარგული, ჩვენი მოყვანილი და პირველი მოსავალი. Und jetzt gehen wir zur zweiten Ernte. ეხლა წავედით ჩვენ მეორე სახის ყურძენზე, ანუ როგორც ჩვენ ვიტყვით საფერავის ყურძენზე, ხო? საფერავი. ოკეი, ეს არის ჩვენი შავი ყურძენი. როგორც აქაწერია ფრანგული, მაგრამ ჩვენთვის აი საფერავი რო გამოდის ისეთი ყურძენი და ხედავთ როგორი ეს უკვე როგორი გემრიელი და ლამაზია, ხედავ, მარი? დიახ, ძალიან. უყურე, შეხედე როგორ ის არის. ძალიან დიდია. მე ნახე, ეს აქ დავდოთ ამაზე. ეხლა ეს მეორე, შეიძლება ჯერ ისე არ არის, მაგრამ ნახე როგორ ბრწყინავს. აი ეს არის ყველაზე მე მგონი კარგად დამწიფებული უკვე. აი აქაც დავდოთ. და ესეც ჩვენი საამაყო ყურძენი. შეიძლება თქვენთვის ეს არის ძალიან სასაცილო, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი დღე, პირველი ყურძენი და მე ხა ვგრძნობ, რას გრძნობდნენ ჩვენი წინაპრები საქართველოში კახელები, როდესაც ყურძენი მოყავდათ. საოცარი გრძნობა, როდესაც შენ თვითონ დარგა
მოვლი და მე მიიღებ პირველ მოსავალს. კარგად. Gargar. Menschen. Ja. ეს არის ძალიან ლამაზი და გემრიელი ყურძენი. ძალიან დიდია. Oh, ვერ ვითმენ მეც მინდა, ეგრე კი არ არის, ბოლოს და ბოლოს მე ვიყიდე და მე დავრგე და გავისკენი და ეხლა ჩვენ სამივემ რასაკვირველია ჩვენმა ოპერატორმა და კამერამენმა ჰანსმა ძალიან ბევრი საქმე გასწია, რომ ეს ყველაფერი დღეს მომხდარიყო და ეხლა ჩვენ მივირთმევთ სამივენი ამ ყურძენს. აი ეს უნდა გავსინჯო. Okay, erstmal genug. Oh mein Gott, sie sagt das alles auf. Ja, deswegen gleich nochmal. Aber wenn man so gießt auf so einer Pflanze, aber sie saugt kein